გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო რადიომ და რადიომსმენელებო. დღეს 2026 წლის 27 იანვარია. პირდაპირ ეთერში არის კომენტატორ რეკორდსმენის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, თბილისის საპატიო მოქალაქის ბატონ ჯამლეთ ხუხაშვილის სახელობის საავტორო სპორტული ტელეგადაცემა, რომლის წამყვანი ვარ მე, სოხუმელი ჟურნალისტი თენგიზ ბაჭკორია. მინდა გაგაცნოთ დღევანდელი გადაცემის სტუმრები. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვეტერანი ფეხბურთელი სოსო მალანია. დიდი მადლობა სოსო რომ მობრძანდით. როცა გადავცემ მას სიტყვას, უფრო ფართოდ წარმოვადგენ, სად თამაშობდა, როგორ თამაშობდა, უფრო კონკრეტულად ვიტყვი, გვაქვს შესაბამისი ფოტო, ვიდეო მასალა და უნიკალური კადრები სოხუმის ხუმის შეხვედრის 1992 წლის 7 აპრილს. როცა სოსო მალანია სოხუმის ხუმის რიგებში შეხვდა საქართველოს თასის გათამაშებაში ოჩამჩირის ამირანის გუნდს. ეს არის სიურპრიზი თქვენთვის ბატონო სოსო. და გადაცემის მეორე სტუმარი არის სოსო მალანია უმცროსი. სოსოს შვილი, ფეხბურთელი, ახლა კი მოქმედი მწვრთნელი და არა მარტო ფეხბურთელი და მწვრთნელი, არამედ შემოქმედი კაცი. სად არის მისი შემოქმედება, რომელ სფეროში, ამასაც მოგვიანებით გეტყვით. დიდი მადლობა. ეს საინტერესო დუეტია, ხო, საინტერესო? და სანამ გადავცემდი სიტყვას ჩვენ სტუმრებს, რამდენიმე წუთი მინდა დაუთმო იმ საინტერესო ღონისძიებას, რომელიც ამას წინათ ჩატარდა თბილისში მოგდევნილობაში მყოფ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, სადაც გაიმართა სპეციალური ცერემონია, დაჯილდოება წარმატებული სპორტსმენების და კულტურის მოღვაწეების. თქვენ კადრში ხედავთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეს, ისტორიის მეცნიერთა დოქტორ ბატონ ჯემალ გამახარიას, რომელიც აჯილდოვებს ბარბარე ბებუას. ეს არის წარმატებული ტანვარჯიშელი, რამდენიმე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული. აქვე თქვენ ხედავთ ახლა ნუგზგარ ბოჯგუას, ვეტერან ფეხბურთელს, მწვრთნელს, რომელიც თავის დროზე იყო სოხუმის ხუმის მთავარი მწვრთნელი და ახლაც არის რეგიონულ ლიგაში რომ გამოდის რეგიონულ ლიგაში სოხუმის. ახლა ხედავთ დაძმა რეზი და ნათია დანელიას. დაძმები. დევნილთა ოჯახში არიან გაზრდილი, მათი დედიკო სოხუმელია. მამა მარტვილიდან, რეზი იცი თბილისის დინამოს 19 გუნდის და ნაკრების წარმატებული ფეხბურთელი, დიდი როლი თამაშა თბილისის დინამოს 19 გუნდის ამ წარმატებულ გამოსვლაში UEFA-ს ახალგაზრდულ ლიგაში და ნათია დანელია, რომელიც არის საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი 23 წელს ნათია აღიარეს საუკეთესო ქალ ფეხბურთელად საქართველოში. ნინო სორდია, საქართველოს ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის დააჯილდოვეს, ის არის აგრეთვე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრი. ნინო სორდია, ეს არის გარი სორდიას ქალიშვილი, გარი სორდია, რომელიც ოჩამჩირელი წარმოშობით, წარმატებული ფეხბურთელი ოჩამჩირეში, სოხუმში, ქუთაისში, მე ქუთაისის ტორპედოს გუნდის უფროსი, მთავარი მწვრთნელი, წარმატებული პიროვნება. მას სხვათა შორის თქვენთვის საინტერესოა გარი სორდიას ეძახდნენ ბელმონდო, იმიტომ რომ ძალიან გავდა ჟან-პოლ ბელმონდოს გავდა მთელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც დადიოდა ქუთაისის ტორპედო, ყველა ეძახდა ბელმონდოს. ეს ცერემონია გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, აგრეთვე დააჯილდოვეს სანდრო ბებუა, ბარბარეს ძმა, რომელიც წარმატებული არის ექსტრემალურ ველოსპორტში და ანა ჩემინავა, საქართველოს ქალთა საფეხბურთო ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ის არესტირებოდა ამ ღონისძიებას, იმიტომ რომ თამაშობს ისრაელში, ერთ-ერთი კლუბის ჰაპოელის კაპიტანია და საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანია. ანა ჩემინავა არის წარმოშობით გალიდან, ხუმურიში. დევნილთა ოჯახშია გაზრდილი და საერთოდ ეროვნულ ნაკრებში, ქალთა ეროვნულ ნაკრებში რამდენიმე გოგოა წამყვანი დევნილთა ოჯახებში, მათ შორის მე გითხარით ნათია დანელია, ანა ჩემინავა, ირინე ხაბურძანია, თეონა ბაქრაძე, რომელიც გასულ წელს აღიარეს საუკეთესო ფეხბურთელად, ისიც მისი დედა და აფხაზეთიდან არიან.
და მინდა უთხრა დიდი მადლობა ამ ღონისძიების ორგანიზატორებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარემ, ბატონმა ჯემალ გამახარიამ დააჯილდოვა ნაწილი, მისმა პირველმა მოადგილემ ბატონმა თამას ხუბოვმაც დააჯილდოვა, იქ გარკვეული კულტურის მოღვაწეები, თამას ხუბოვა ვეტერანი ფეხბურთელი იყო, სოხუმში მოქმედი სუბტროპიკული საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი ოთარ გაბილიას დროს თამაშობდა და ის იმ ინსტიტუტის გუნდი თამაშობდა სამხრეთ კავკასიის, ამიერკავკასიის ერქვა იმ დროს ჩემპიონატში სტუდენტურ ინსტიტუტებს შორის და საკავშირო ჩემპიონატებში უმაღლეს სასოფლო მეურნეობის ინსტიტუტებს გუნდებს შორის და მინდა კიდევ ვახტანგ ყოლბაიამ, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარე იურიდიული კომიტეტის ძალიან საინტერესო ღონისძიება იყო. დიდი მადლობა. ახლა კი მინდა კიდევ ერთხელ მინდა გადავცე სიტყვა, უკვე გადავცე სიტყვა კონკრეტულად. კიდევ ერთხელ წარვადგინო სოსო მალანია უფროსი. ასე შეიძლება ითქვას, სოსო მალანია. დიდი მადლობა სოსო რომ მობზანდით, ახლა კი გავიმეორებ. სოსო მალანია არის ამჟამად ბოლო წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვეტერანი ფეხბურთელი. სოსო მალანია 91 წლიდან 85 წლის ჩათვლით სულ ახალგაზრდა იყო, თამაშობდა სოხუმის დინამოში. მონაწილეობა მიიღო საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის სპარტაკიადაში 83 წელს და აღიარეს საუკეთესო ფეხბურთელად თუ მცველად, როგორ იყო იქ? მცველად. თუმცა სულ წინ მიდიოდა, შემტევით მცველი იყო, შემტევი. 86 წელს სოსო მალანია სტაჟიერმა გულშემატკივრებმა იციან, თამაშობდა თბილისის დინამოში. ტორპედო ქუთაისში. ბოდიში, ქუთაისის ტორპედოში 86 წელს. ეს იყო პირველი ლიგა, ხო? უმაღლესი ლიგა. უმაღლეს ლიგაში იყო იმ დროს. რომ გადადიოდა, გადმოდიოდა სულ ქუთაისში. არა, ჩემ დროს უმაღლეს ლიგაში. თქვენ დროს უმაღლეს ლიგა იყო. 87-ში სოსო თამაშობდა თბილისის დინამოში ერთი სეზონი. მას ჰქონდა ცოტა ფეთქებადი ხასიათი, სულ კამათი მცდელებთან, ეს ახლა ახსოვს და იხსენებს, რომ არ ჰქონდა ის ცოტა დიპლომატიურად, რომ მოედანზე იყო, როგორც ითქვიან, მხეცი, ძალიან მაგარი მცველი, შემტევი ფეხბურთელი. 88-99 წლებში სოხუმის დინამოს ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი, 90-დან 93 წლამდე იყო სოხუმის ხუმის ერთ-ერთი ლიდერი ფეხბურთელი იმ გუნდისა, რომელიც იყო საქართველოს ერთიანობის სიმბოლო. ახლა ჩაირთება ფოტომასალასა და სულ გამოჩნდება. სოხუმის ხუმი იყო საქართველოს ერთიანობის სიმბოლო. თასის ორჯერ ფინალისტი, 92-ში სოხუმის ხუმი გახდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, ვიცე-ჩემპიონი. 92-93 წლებში რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ სოსო მალანია თამაშობდა ხაშურის ივერიაში, ლანჩხუთის გურიაში, ჩინეთის კლუბ სიამენ, ხო, სიამენ, ბათუმის დინამოში. და მერე ბათუმის დინამოში. ჯერ ბათუმში და ბათუმის დინამოში, მერე ჩინეთში. ხო, ჩინეთში. ესე იგი მინდა გითხრათ, რომ ძალიან პერსპექტიული, ძალიან ძლიერი ფეხბურთელი იყო, მაგრამ იმ არეულობის დროს არც მენეჯერი ყავდა, არც აგენტები და ვერ მოახერხა წასვლა და მით უმეტეს იმ ომის დროს სოსოს ოჯახმა დიდი ტკივილი განიცადა, სხერბლი და ძალიან განიცდიდა ამ სიტუაციას, ომის შედეგად შემდგარ სიტუაციას და ერთ-ერთი საუბრის დროს მითხრა, იმის ნახევარის არ ვიყავიო იმ ომის შემდეგ, ტკივ თამაშობდიო, მაგრამ იმ განწყობით, ფსიქოლოგიურ განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს, ახლა თვითონ ნებისყოფა ხედავთ, აი სოსო კადრშია, ძალიან მოცეკვავეს როლში ამ კადრში, ხო? და განსაკუთრებით კარგად მახსოვს, აი ჩინეთში რომ თამაშობდა, იქ ძალიან დიდი დატვირთვები იყო. მეკარეებს მეტნაკლებად არ უჭირდათ ჩინეთში და აი მცველებს და შემტევებს ისეთ რეჟიმში ყავდათ, რომ ალბათ ძალიან ბევრი ფეხბურთელი ვერ გაუძლებდა. აი ეს იყო მოკლე წარდგენა, ახლა მე მოგცემ თქვენ სიტყვას ბატონო სოსო. ეს თქვენ დაგაჯილდოვეს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ბატონმა ჯემალ გამახარიამ, ეს რამდენიმე წლის წინ, საპატიო სიგელი. 3 წლის წინ. ახლა კი მინდა სანამ შევეკითხებოდი სოსოს მის წარსულზე, დღევანდელ დღეზე ფეხბურთის ფედერაციის მოღვაწეობაზე, ის სიურპრიზი, რომელიც მე მომზადე სოსოს, ეს კადრები არის ჩემი არქივიდან,
გადაღებულია რასაკვირველია ოჩამჩირის ტელევიზიის მიერ 92 წლის 7 აპრილია სოხუმის ხუმი ოჩამჩირის ამირანი. ოჩამჩირის ტელევიზიის კომენტატორს მიყავს რამდენი წუთიანი ჩართვა და მე გავაგრძელებთ. გთხოვთ თუ შეიძლება. Добрый вечер, любители футбола. Очамчирское телевидение ведет свой репортаж с Сухумского республиканского стадиона. 1/4 финал розыгрыша Кубка Грузии по футболу между командами Сухуми, Амирани, Очамчири. Итак, играющие сегодня команды. Команда Амирани Очамчири, номер 1, Бабуадзе Георгий. Номер 2, Ахфледьяни Бадри. Номер 3, Заламидзе Отари, капитан команды. Номер 4, Доче Георгий. Номер 5, Чвиркия Бесик. Номер 6, Гучо Вальтер. Номер 7, Гурская Заза. Номер 8, Вартанов Гарри. Номер 9, Толвардава Ливан. Номер 10, Джоджо Агела. Номер 11, Трувалев Юрий. Главный тренер команды Гарри Сордия, тренер Вячеслав Курсо, президент клуба Инвери Толордава. Сухуми, Жожулиани Гоча, номер 1, номер 2 Чихрадзе Георгий, номер 3 Парулава Зураб, капитан команды, номер 4 Кургинян Ашот, номер 5 Маланья Сосо, номер 6 Джиладзе Звиади, номер 7 Гаделия Тимур, номер 8 Попава Дмитрий, номер 9 Джишкарьяни Михаил, номер 10 Сава Григорий, номер 11 Габискирия Юрий, главный тренер команды Нукзар Боджхуа, тренер Мираб Гогохия, президент клуба Гурам Габискирия. Итак, мяч у Толордава. Извините, я еще не сказал о судьях. Судьят встречу, судья в поле Анатолий Мильченко, судьи на линии Давид Саная и Автодил Самхарадзе, все судьи из города Сухуми. Итак, Джоджо с мячом. Выпускает Джоджо мяч за боковую. დიდი მადლობა გადაცემის პროდიუსერს, ტექნიკურ პერსონალს. ეს არის ძალიან საინტერესო კადრები და ბატონი სოსო მალანია, ვეტერანი ფეხბურთელი, რომელიც იყო ამ მატჩის ერთ-ერთი წამყვანი, მონაწილეობდა იმ შეხვედრაში და გაგახსენდათ ხო სოსო ახლა ეს მატჩი 92 წლის 7 აპრილის 3-1 მოუგო სოხუმის ხუმა ოჩამჩირის ამირანს. სოსო განაცვალე ხო დავიწყოთ. აი ჩათვალეთ რომ პატარები გიყურებენ ახლა თქვენ. დიახ.
თქვენ 60 რომელიც წლიანი ხართ ზუსტად? 64. ეს პასპორტშიც და რეალურად ასეა? დიახ. როხონის ზოგჯერ ფეხბურთელებს ადრე იყო ხოლმე. სხვაობა არის ერთი წელი ხო ზოგჯერ. ზოგს 2 წელის ჰქონდა იქ კალათბურთში და ასე შემდეგ. ისე ჩინეთში რო წავედი სხვათა შორის 3 წელი მქონდა. ესე იგი თქვენ ბავშვობიდან ეს ტყავის ბურთში მონაწილე როგორ დაიწყო თქვენ მანამდე ფეხბურთამდე სხვა სახეობაში იყავით ჩართული? მოგესალმებით ბატონო თენგიზ, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მივესალმები ტელევიზიის კლიან მაყურებელს, რადიო გადაცემის მსმენელებს, განსაკუთრებულად მინდა მივესალმო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის იზოლებით გადაადგილ ტოლვილებს, დევნილებს, რაც მთავარია ჩვენიდან გამომდინარე ვემსახურებით ამ საქმეს და სანამდე შეგვეძლება ვიქნებით ამ საქმის მომსახურე პერსონალები. რაც შეეხება ჩემს ფეხბურთელობას და როგორ დავიწყე და საიდან დავიწყე? ფეხბურთამდე სად იყავით? ფეხბურთამდე საერთოდ მე ასე ვთვლი რომ გვიან დავიწყე ფეხბურთის თამაში. მანამდე ვცეკვავდი, მაქვს ხორეოგრაფიული სტუდია დამთავრებული. ეს გულიფშის რაიონში ცხოვრობდით, დრანდაში, გულიფშის რაიონის ისტორიული დაბა ყორასი იყო ასეთი, სადაც დიდი და პატარა ყველა ფეხბურთს თამაშობდა და იქიდან წამოვიდა ჩემი ფეხბურთისადმი სიყვარული. ანსამში იყავით, ხო? მოცეკვავით ანსამში. დიახ, ანსამში ვიყავი. ახლა მე გეტყვით. ვინც ცეკვაზე დადიოდა, იმას ყოველთვის გამოადგებოდა ეს ილეთები, რომელიც ცეკვაში იყო. კოორდინაციაში, სისტრაფეში, ადგილიდან და ყველაფერი რა, სისტრაფე რა ვსავარია. აქედან გამომდინარე, ყოველთვის დაჟინებული თხოვნით ვეუბნებოდი მშობლებს, შემიყვანეთ ფეხბურთზე, შემიყვანეთ, არ მინდა ეს ცეკვა, მე ვიცი. მაშინ ვიყავი, მე-7 კლასში ვიყავი, როცა ფეხბურთის თამაში. დიახ, სოხუმში მიმიყვანა ბიძაჩემმა, სხვათა შორის დედით მაისურაძე ვარ და რაჭველებმა საერთოდ ჭიდაობის ისიციან და იცნობდა იქ ირაკლი იყო ქოიავა, სადაც მიმიყვანა ბავშვთა გუნდი, დიახ, ნორჩი დინამოს გუნდში. მე-7 კლასის მოსწავლე ვიყავი მაშინ. და დაიწყო თქვენი საფეხბურთო გზა. დაიწყო ჩემი საფეხბურთო გზა, აქედან გამომდინარე მე 10 კლასში რო ვიყავი მაშინ მარღანიას თასი ჩატარდა ეშერაში ყოველწლიური ტურნირი ტარდებოდა. საკავშირო ტურნირი იყო სხვადასხვა რესპუბლიკებიდან. 15-ვე რესპუბლიკიდან იყო გუნდები, სადაც ჩვენ ჩემპიონები გავხდით. თქვენი გუნდი სოხუმის. ჩვენი გუნდი აფხაზეთის ნაკრები, სადაც მთავარი მწვრთნელი იყო ანატოლი ნორაკიძე და ეხმარებოდა ანატოლი ნორაკიძე, ქოიავა ირაკლი ეხმარებოდა. ჩვენ ორი ბავშვი ამოგვირჩია მაშინ თამაშებზე დადიოდა ნიაზბეი ძიაფშიპა. ეტყობა მოვეწონეთ რაღაცა და მე 10 კლასის მოსწავლეები ვიყავით. ჩაირიცხეთ სოხუმის დინამოს ძირითად გუნდში. დიახ, სოხუმის დინამოს. 91 წელია. მე და ემზარი მამფორია იყო, ჩემი ძმა და მეგობარი ასეთი. რომელიც ვიცნობ კარგად და მე ის ელისტაში ურავანში თამაშობდა ომის შემდეგ ელისტაში იყო სოხუმის დინამოში ერთად მიგვიყვანეს მაშინ 64-იანს უნდა ეთამაშა ორ ადამიანს ორ ფეხბურთელს გუნდში ასეთი წესი იყო დებულება იყო ასეთი სოხუმის დინამო გამოდიოდა საკავშირის მეორე ლიგაში და წესი იყო რომ ახალგაზრდები უნდა ორი კაცი უნდა ყოფილიყო 18 წლამდე ხო დიახ ორი კაცი უნდა ყოფილიყო აუცილებლად და აიყვანეს სოსო მალამე და ემზარ მამფორია დიახ აქედან გამომდინარე რამოდენიმე 1-2 წლის მერე ბატონმა ვოვა ელოშვილმა საქართველოს ნაკრებში სინჯებზე დამიბარა ვითამაშეთ დიახ ჭაბუკთან ნაკრებში დამიბარეს სინჯებზე წავედით ერევანში იქ მოეწონა ეთყობა თამაში, მაგრამ 83 წელში წამიყვანეს სპარტაკიადაზე. დიახ, სპარტაკიადაზე, საბჭოთა კავშირის სპარტაკიადაზე. აქედან გამომდინარე, ერთი წამეთ, ეს სპარტაკიადაზე საქართველოს ნაკრები წარმატებით გამოვიდა და თქვენ გახდით საუკეთესო მცველად გაღიარეს, ხო, იმ სპარტაკიადაზე? არა, სპარტაკიადაზე არა, ის მოვყვები, მე ქუთაის ტორპედოში იყო. აქედან გამომდინარე, რამოდენიმეჯერ სანამ 91 და 95 წლამდე თამაშობდი სოხუმის დინამოში, სამჯერ გამომიყვანა ახალკაცმა, მითხრა რომ
წამოდიო თბილისის დინამო. გამოგიძახათ, ხო? გამომიღძახა, მომიწვია თბილისის დინამოში, მაგრამ ვატყობდი რომ ჩემი ადგილი იქ პატარა იყავი, ჯერარი იმხელა დონის ფეხბურთელები თამაშობდნენ ჩემ ფლანგზე მაშინ რომ შემცვა კიდევაც და დუბლებში თამაში მე არ მაწყობდა. 85 წელია გამომიძახა თბილისის დინამომ, გამომიძახა ტორპედო ქუსაისმა, მაგრამ რაღაც ოჯახური პირობების გამო ვერ შევძელი მე დინამოში წასვლა. დილის 5 საათი იყო. სახლთან მაშინ დრანდაში ცხოვრობდით. დრანდაში, გულიშის რაიონის. გარედან ვიღაცამ ზარი მოგცა, გავიხედეთ, ბატონი გივინოდია, ქუთაისის ტორპედო, საკო საკანდელიძე. ხო და წარმოიდგინეთ ახლა ჩემთვის რამხელა სიხარული ყველა ბავშვისთვის, ყველა ფეხბურთელისთვის ოცნება იყო. დროს იყავით 20 წლის, ხო? 20 წლის ვიყავი. წარმოიდგინეთ რამხელა სიხარული, რამხელა ის ეგრევე ჩამალაგები ეს ყველაფერი და ლესელიძეში იყო. ესე იგი დაგაპატიმრეს, დამაპატიმრეს წამოიყვანეს ლესელიძეში. პირდაპირ შეკრებაზე. დიახ, შეკრებაზე. იქ მეორე სართულზე ვიყავი ჩვენ მესამეზე თბილისის დინამო. ეხლა მოლაპარაკება ასეთი იყო, თუ შეხვდაო ფარსადანოვიჩიო, ნოდარი ახალგაზრდა. დიახ, შენ უთხარიო რომ შენ შენინებით მოდიხარ ტორპედო ქუთაისშიო. რომ მანამდე თქვენ ვერ მოახერხეთ, ვერ წახვედი დინამოში. იმიტომ რომ არ შეიძლებოდა თბილისის დინამოში რო არ გამოცხადებულიყავი ეს უკვე არ შეიძლებოდა და ზუსტად შევდივარ თუ არა ფარსადანოვიჩი შემხვდა ეგრევე რა და მეუბნება რა არისო გადაწყვიტეო მაინცო თბილისის დინამოში რო გეთამაშაო და მე ვთხარი ბოდის გიხდით მეთქი რა და ფარსადანოვიჩი მე თქვენთან არ მომსულ არ მეთქი გუნდში და რას ქვია არ მომსულხარო დაბინავდიო ეხლა მიდიო და მე დავილაპარაკოთო მოკლედ 1-10 დღე მიდიოდა მოლაპარაკება ჩემ ამბავთან დაკავშირებით ტორპედო დინამო და მოილაპარაკეს ისე რომ ჩემს მაგივრად ბახვა თედეევი იყო ასეთი ფეხბურთელი და ოსიპოვი იყო კიდო ეს ორია ფეხბურთელი მისცეს დინამო თბილისს და მე დამტოვეს ტორპედო ქუთაისში და ასეთი მოლაპარაკება იყო თუ რაღაცა შედეგი დავდე მეთქი 86 წელში უმაღლეს ლიგაში და თუ ნახეთ რომ ღირსი ვიქენი მეთქი რომ დინამოში გამოსაძახებად მაშინ მზათავარ მეთქი და ესე იგი თქვენ არ გითქვამთ ბატონო დარისის რომ გივინოდი მოვიდეთ და გაფრთხილებულიც ვიყავი რომ იგიყვანთო იქო თქვიო რომ შენინებით მოხვედიო არავინ არა თბილისის დინამოში არამედ ქუთაისის ტორპედოში და ერთი სეზონი ითამაშე ტორპედოში ერთი სეზონი ვითამაშე პირველი თამაში მომიწია წარმოიდგინეთ თქვენ მეტალისტი ხარკოვი გუნდის ლიდერი იყო გურამ აჯოევი სადაც გივინოდია პერსონალურად თბილისის დინამოში ქუთაისის ტორპედოში თამაშობდა სერიოზული თბილისის დინამოში მერე თამაშობდა მერე ხო მერე თამაშობდა ხო და პირველი თამაში იყო ფაზზე წარმოიდგინეთ ახლა რა მდგომარეობაში ვიქნებოდი აქეთ წარმოვიდგინე ჩემი მშობლები, მეგობრები, ნათესავები, კლასელები, ახლობლები, გულშემატკივრები, ეს აფხაზეთის ყველა ელოდება ახლა მალანია წაყვანილია ქუთაისში და კი აქ ჩანდა, მაგრამ აბა იქ რასიზამს და რავი დაიწყო თამაში. ის სეზონი კარგი იყო თქვენ, მატჩიც კარგი იყო და იმ თამაშზე მივიღე, პირველი თამაში იყო. იქ მივიღე პირველად საუკეთესო ფეხბურთელისის და მე დიახ ორივე გუნდიდან, არა, იყო მასპინძელთა გუნდიდან, იყო სტუმართა გუნდიდან. აქედან გამომდინარე დამთავრდა 86 წელი, გავარდა ტორპედო ქუთაისი, ამავე დროს რამოდენიმე ფეხბურთელი გამოგვიძახეს თბილისის დინამოში. თბილისის დინამოში სანამ მივიდოდი, მანამდე ფარსადანოვიჩი არ დახვდა გუნდში, იყო შეიცვალა იქ. დიახ, შეიცვალა სიტუაცია ყველაფერი, დახვდა ბატონი კახიასათიანი. რამოდენიმე თამაში საშუალება მომცა, სადაც სეზონის ბოლოს ზონინი იყო უკვე. სეზონის ბოლოს კახიასათიანი მე მგონი სადღაც იტალიაში გაუშვეს თამაშის საყურებლად და სანამ ჩამოვიდოდა, მანამდე ზონინი დახვდა. ხო, იქ მურთას ხურცლოვა ეხმარებოდა კიდე რამდენი კაცი. ვლადიმერ გუცაევი ეხმარებოდა, ხიზანიშვილი ეხმარებოდა. მერე მომიწია დაბრუნება ისევ სოხუმის დინამოში. ყველამ კარგად იცით ძალიან ძლიერი გუნდი იყო დინამო და მერე ცხუმიც
დიახ, რა თქმა უნდა, ორივე გადავედით 99 წელში უკვე პირველ ლიგაში, მიზნები ჰქონდა დაგეგმილი იყო რომ უმაღლეს ლიგაში. სიტუაცია საქართველოს გამოიყო ფეხბურთში საკავშირო ჩემპიონატს და სოხუმის ხუმი შეიქმნა. სოხუმში ერთ-ერთი გამოკვეთილი მე უკვე აღნიშნავ სოხუმის ხუმი იყო საქართველოს ერთიანობის სიმბოლო, გუნდი რომელმაც ორჯერ ფინალში ითამაშა თასის ერთი დამატებით დროში წავაგეთ. კი, ლანჩხუთის გურიასთან და თბილისის დინამოსთან 90-12 და პლუს ვიცე-ჩემპიონი 1-0 და 3-1, დიახ. და ფრედერიკასმა გაიტანა ის გოლი ხო ლანჩხუთის გოლიდან. ახლა რა მაინტერესებს, აი ჩინეთში იყავით ერთი სეზონი. როგორ მოხდით ჩინეთში? თქვენ ხომ საქართველოსდან მოხდით პირდაპირ. გოჩა ჟორჟულიანის რეკომენდაცია იყო თუ როგორ მოხდა? გოჩა რომელიც გახდა ჩინეთის ჩემპიონი 95-ში. დიახ. შანხაის გუნდში თამაშობდა. გოჩა ჟორჟულიანის ინიციატივა იყო. მოკლედ გოჩას შესვენება ჰქონდა, მანამდე გაგებული ჰქონდა რომ გოჩა ჟორჟოლიანი იყო ჩინეთის ჩემპიონი, საუკეთესო მეკარეც გახდა ჩინეთის და გოჩა იყო ჟორჟოლიანი ჩამოსული თბილისში და შევხვდით ერთმანეთს და ასე არისო თუ წამოხვალო ჩინეთშიო და მე ვთხარი სხვა გზა არ არის მეთქი ჩინეთში კი არა სადაც გინდა იგზავნოთ მაშინ ომის და რაღაცა ყველას რაღაც პრობლემა ჰქონდა უჭირდა წამიყვანა გოჩა ჟორჟოლიანმა მოკლედ ერთადერთი ადამიანი ვისაც გავახსენდი ეს იყო გოჩა ჟორჟოლიანი ჩავედი ჩინეთში იქ როგორ არის ახლა იქ ნორმატივებს თუ ერთ ჩააბარებ ხო ხო გამორიცხულია რომ გუნდში დაგტოვო სერიოზული დონის მოთხოვნები იყო ფიზიკური მომზადებაში ძალიან სერიოზული ვერ უძლებდი რა ბრაზილიელები ვერ უძლებდნენ მის ევროპელები ვერ უძლებდნენ და მომზადების პროცესი ჰქონდა ერთი თვე მაგრამ მაინც მაგას თავისებური მიდგომა ჭირს 3 წამი დამაგდა და ვერ ჩავაბარე ეს ნორმატივები მე დაგტოვეს მაინც მოვიდა იქ გუნდები თამაშებს ხო უყურებდნენ ხო და ერთ-ერთი კლუბის პრეზიდენტი, ერთ-ერთი სხვა გუნდის პრეზიდენტი მოვიდა, წამოდიო ჩემთან წამოდიო, მე შენო საქართველოში ისევ არ გაგიშვებო, იმიტომ რომ ეთყობა მოეწონა ჩემი თამაში. 3 წამი არაბელს არ წყვიტავს, მაგრამ თამაშის ხარისხი, ხო? დიახ, რა თქმა უნდა, პატარა ქალაქი არისო, პროვინცია არისო, 3 მილიონი ნახევრიანიო და თუ წამოხვალო და მე ვთხარი, რა თქმა უნდა, წამოვალ მეთქი და იქ ჩვენთან პროვინციაშიო ჩვენო ნორმატივებს მოგამზადებთო და ნორმატივებს ჩაგაბარებიებთო. და ასე მოხდი ჩინეთში. მე ვიცი ერთი საიდუმლო ბატონ სოსო. დიახ. გოლებს რომ გაიტანდა საგოლეპას ჩინეთში. კოცნას უგზავნიდა ტრიბუნებს, იქ ქალბატონებს, ლამაზ ქალბატონებს. და დიდი სიმპათიები ჰქონდა, მაგრამ ამით შემოიფარგლებოდა, იქ არ შეიძლებოდა რამე ტრადიციული ქვეყანა და არ შეიძლება, მაგრამ ძალიან კომაგონდა. ამ ბავშვი ცოტა კომუნისტური ის იყო და ძალიან თავდაჯერებული და თავარია რომ დისტანციას იცავდით, ხო? თქვენ ერთი სეზონი იყავით, ერთი სეზონი. ახლა რასაკვირველია სოსო უმცროს ვეუბნები რომ ძვირფასო ტელემაყურებლებო კიდევ ერთხელ შეგახსენებთ პირდაპირ ეთერში არის კომენტატორ რეკორდსმენის საქართველოს დამსახურებული წნელის კალათბურთში თბილისის საპატიო მოქალაქეს ჯამრეთ ხუხაშვილის სახელობის საავტორო სპორტული ტელეგადაცემა რომლის წამყვანი ვარ მე სოხუმელი ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია სტუმრები არიან სოსო მალანია ვეტერანი ფეხბურთელი და მისი შვილი სოსო მალანია უმცროსი ისის ფეხბურთელი და მოქმედი წნელი ახლა სოსო არის ბოლო წლებში აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ფედერაციის რომელსაც ბევრ ტურნირებს შეჯიბრებს ატარებს მაგრამ ჯერ შეგაწყვეტინებთ ახლა სოსო ძალიან საინტერესო ინფორმაცია გაიცით ექსკლუზიური ხასიათის რაღაც ნიუანსები მე არ ვიცოდი მეგონა რომ სოსოს ბიოგრაფია დეტალურად იცოდა პირველად თქვა რაღაცები რომელიც არასოდეს ჩემთან არც სუფრაზე არც შეხვედრებზე არ უთქვამს ძალიან საინტერესოა მაგრამ რომ არ დაიჩაგროს შვილი მე ცოტა დარჩება და ფედერაციის ტურნირებზე ვიტყვით ახლა მინდა დროში რომ არ დაიჩაგროს წარმოვადგინო სოსო მალანია უმცროსი. სოსო მალანია უმცროსი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობდა საქართველოს სხვადასხვა კლუბებში, ახლა არ ჩამოვთვლით, მისჩევნიათ თქვენ თვითონ და ბოლო 2 წელი თუ რამდენი წელი ხართ მოქმედი მწვრთნელი ბავშვთა გუნდს აბარჯიშებთ, ხო? და პლუს არა მარტო ფეხბურთელი და მწვრთნელი, არამედ შემოქმედი კაცი, რომელიც
რომელმაც მოსინჯა თავისი თავი დაიკოსთან ერთად სიმღერაში, შემოქმედებაში ალბათ სახიობური ნიჭიც აქვს და ამიტომ როცა სოსო დაიწყებს ლაპარაკს, საუბარს, ჩვენ ჩავთავთ იქ ხმის გარეშე იქნება გავაგრძელოთ ერთი ვიდეო მომზადებულია, რომელიც თავად სოსომ მომაწოდა. ახლა თქვენ 95-იანი ხართ, ხო სოსო? 31 წლის გახდებით და მახსოვს თქვენი თამაში საქართველოს სხვადასხვა კლუბებში, მათ შორის გაგრაშიც თამაშობდით, ხო, ერთ პერიოდში? დაწყებით ასაკში. ახლა ეტყობა თუ რომ სოსოს, უფროსი სოსოს ოჯახში რომ გაიზარდე, სულ ფეხბურთზე იყო საუბარი. და უცბად ფეხბურთით დაიწყეთ თუ კარატეზე დადიოდით თუ როგორ იყო? ტაიკვანდოზე. ტაიკვანდოზე. გამარჯობა, მადლობა პირველ რიგში მოწვევისათვის, მივესალმები თქვენს მაყურებელს. ჩემი ესე ვთქვათ, კარიერა პირდაპირ ფეხბურთიდან დაიწყო, ნუ ცეკვაზე კი დავდიოდი ერთი წელი სავარაუდოდ პატარა ასაკში პირველ კლასში. და მე ეგრევე ფეხბურთზე შევედი, ოღონდ სხვათა შორის მეც სადღაც 8-9 წლის ასაკში შევედი, მე მგონი ფეხბურთზე პირველად ესე როგორც კლუბში. ნუ იმ დროს 100 იყო 9, ახლა უკვე 5 წლის ასაკში. ახლა 5-6 წლიდანაც იღებენ ბავშვებს. შევედი ნორჩ დინამოში, ნუ მანამდე ბატონი სოსო იყო ჩემი პირველი მწვრთნელი. მამა. კაცრი მწვრთნელი იყო, კაცრი. ანუ ეტაპობრივად ხო და თავიდან ეხა ბავშვთა ასაკში არ არის კაცრი იმდენად საჭირო და მე ნორჩ დინამოში შემიყვანეს, ვაჟა ჩიტაური იყო ჩემი აღზრდელი მწვრთნელი, წლები ვიყავი მასთან. ბოდიში თქვენ ახლა კადრებში ნახავთ სოსო მალანია უმცროსის მატჩების ეპიზოდებს, სხვადასხვა მატჩი. ეს ჩემ დროს რაღაც ვიდეო კოლაჟი დამჭირდა, რაღაც უცხოეთ ვარიანტი იყო და წასვლის. ხო და ავაწყე მე თორე ესეც არ მექნებოდა სავარაუდოდ. ხო, გაგრძელეთ. ნუ რავი, ასაკობრივ ნაკრებშიც 17 წლამდელებშიც იყო ორჯერ გამომიძახეს, მაგრამ ოფიციალური მატჩი. ესე იგი ჭაბუკთან ნაკრებში იყავით გამოძახებული. კი, მაგრამ ესე ამხანაგურ მატჩში შეკრებებზე. კი, შეკრებებზე უბრალოდ ზოგადად სულ ტრამვები მქონდა ბავშვობიდან რაღაცა ტრამვის მიმართ ვიყავი მიდრეკილი და ესე ვთქვათ გადაბმულად ერთი სეზონი არსად არ ჩამიტარებია. დავიწყებდი, შევიდოდი ფორმაში, ესე ტრამა და ესე გავწამდი და ნუ ვითამაშე რაღაცა პატარაზე ვითამაშე საქართველოში. აბა ჩამოთვალეთ გუნდები, რომლებშიც თქვენ თამაშობდით. თავიდან დავიწყე სასკოში ვიყავი, რეგიონულ ლიგაში სხვათა შორის ძალიან კარგი გუნდი იყო, პირველ ლიგაში გადავედით იმ წელს და გუნდიდან ქვილითაია მითამაშა სხვათა შორის მაღალ დონეზე, იყვნენ რამოდენიმე ფეხბურთელები, ვინც ითამაშეს ესე ვთქვათ გარკვეულ დონეზე, მე სასკორო გადავედი გაგრაში. დიახ. ბატონმა ლერი გაბისკირიამ გაჩაღდა ტრანსფერი. გაგრაში იმის შემდეგ ლერის წარმატებები აქვს და წარმატებები, ხო? და იმის მერე მივყევი ხან გაგრა, ცხინვალი, შევარდენი, ზუგდიდი, ლანჩხუთის გურია და ეხლა თანმიმდევრობით არ ჩამოვთვლია, მაგრამ უცხოეთში იყო შანსი და მე შეფერხება მოხდა. კი, რაღაცები იყო ხოლმე და არ გამოდიოდა რა ბოლო წუთს ან რაღაცა გამართლებაც გინდა ესე ვთქვათ ფეხბურთში. იღბალიც და მე მოლაპარაკებების სტადია იქ პირობები და ასე შემდეგ, ხო, მენეჯერი ჩართული. ყველაფერი დამოკიდებულია მაინც ჩემი აზრით, რაც უნდა ივარჯიშო და რაც უნდა მაგარი იყო თუ არ გაგიმართლა მაინც რა. ბევრი მინახავს საერთოდ არსად არ უთამაშიათ, ანუ არავის შეურაცხყოფას ვაყენებ, მაგრამ გამართლებიათ და მოხვედრილან და უთამაშიათ და გამოუყენებიათ ეგ შანსი და არის რაღაც იღბალი საჭიროა ფეხბურთში ჩემი აზრით რა. კი, აუცილებლად. არა მარტო ფეხბურთში, არამედ საერთოდ ცხოვრებაში. ხო, თან ძალიან რთული არის ახლა 26 წლამდე ფეხბურთს თამაშობდი ესე ვთქვა და რეჟიმს იცავდით ყველაფერი აბსოლუტურად და მე რაღაც კორონა, პანდემია და უცბად ჩაიკეტა და ჩემთან ერთად ხალხმა ფეხბურთს დავიწყეთ. აი ეს პანდემიის დროს გაიხსნა სოსო უმცროსი როგორც შემოქმედი კაცი დაიკოსთან ერთად. ხო და ეს რაღაცნაირად სულ სხვა სფეროდან გამიცნო ხალხმა და ფეხბურთელი ვარო ვამბობდი საერთოდ ვერ წარმოვიდგინა. ეხლაც მწვრთნელი რო ვარ და ფეხბურთთან ხედავენ ხოლმე, ვინც ეხლა არ იცის, ამას აქ რა უნდა ვფიქრობენ ხოლმე და ესე იგი მონაწილეობს სხვადასხვა გადაცემებში, კონკურსებში ხო მუსიკალური? არა, უბრალოდ მე და ჩემ ადამ რაღაც გვიყვარს ეხა მამა ჩემიც უყვარდა, არ უყვარდა ეს ცეკვა თამაში და ახლა ბოდიში თქვენთან თქვენ მაყურებლებს მივმართავ. შეგიძლიათ დაგუგლოთ სოსო მალანია, გამოჩნდება იქ რამდენიმე სიმღერა,
საკმაოდ პოპულარული დაიკოსთან ერთად საუბარია სოსომალანია უმცროსზე. იქ გამოჩნდება რამდენიმე ვიდეო, რამდენიმე ძალიან დიდი ნახვაც აქვს TikTok-შიც და მილიონი ნახვები აქვს ჩვენ სიმღერებს. ძალიან ვიცი. აი ესეთი ხმა გვაქვს რომ ეგ ხო. და ესეთი ამბები. მაგრამ ეს კარგია შემოქმედება, მაგრამ 26 წლის ასაკში ფაქტურად მოგიწიათ პანდემიის დროს. ხო, პანდემიის დროს ახლა რეალურად რო ავიღოთ 26 წლის ასაკში თუ არ თამაშობ რამე ისეთ გუნდში და ისეთ დონეზე, რავი, ახლა არავის არ ვაყენებ კიდე ერთხელ ვიმეორებ შეურაცხყოფას, მაგრამ 26 წლის და 27 წლის ბიჭი რო საქართველოს მესამე, მეოთხე და პირველ ეროვნულ ლიგაში თამაშობ. ხო, ანუ მე ზოგადად ყოველთვის მქონდა რაღაც სხვა არა, მესმის არის შემთხვევები, რომ 35 წლამდე თამაშობენ პირველ, მეორე, მესამე ლიგაში. მაგრამ რაღაც მე წლები რო გავა 35 წლის ასაკში რო დაანებ საქართველოს ფეხბურთს თავს, ხო, რომ მოიხედები 0-დან გიწყებს ყველაფრის დაწყება. ანუ ისეთი ფინანსები ხო და რაღაცა ვიფიქრე რომ თავიდანვე ამასაკიდან რაღაცას ჩაუყრი მეთქი საფუძველს ხო და ცნელობა დაიწყეთ. კი, წორსნელობა. ეხლაც რომ მომინდეს სიმართლე პირდაპირ მიყვარს საუბარი, ეხლაც მესამე და მეოთხე ლიგაში რომ მომემზადო 1-2 თვე, არავის ნაკლებად არ ვითამაშებ. მაგრამ სპეციალური კურსები გაიარეთ? კი, რა თქმა უნდა, ლიცენზია გაიარე. ფეხბურთის ფედერაციაში ლიცენზია და B ლიცენზია ავიღე ეხლა ხანს ბატონი ზვია ჯელაძე, ვასკა მაისურაძე და ეს გამოცდები ჩაბარეთ, ჩათვლები, საკმაოდ კაცრები არიან, როგორც მე ვიცი იქ. ისე არავინ არაფერს არალოზე არ. კაცრის პირობები უნდა, ყველაფერი უნდა შეისწავლოთ, თეორია, პრაქტიკა, წოდნა. რა თქმა უნდა. და ასე თუ ისე რაღაც მხრივ გამიადულდა მე უფრო ჩაბარება იმ მხრივ რომ მაინც ახლა ფეხბურთელი ვიყავი და იცით ნიუანსები. მოედანზე ხო არის ზოგი თეორიას კარგად ფლობს, მაგრამ მოედანზე რო გადის იქ ცოტა უჭირს ხო ხვდებით და ყველანაირ მხრივ რაღაცნაირად დამეხმარა მაინც ფეხბურთელობა რომ გასაგრუელი ამდენი წელი იყავით ფეხბურთში და მით უმეტეს სახში ძნელიც ყავდათ ხო უფროსი სოსო ფასიან მომსახურებას ხომ არ იცობს რჩევებში ხომ არ ითხოვს საფასურს ბატონი სოსო ეხლა გადავიდა ბოლო პერიოდში ცოტა საათობრივ ანაზღაურებებს დაბეგურა სითხოს ეს გასაგებია ესე იგი რომელ საბად ვარჯიშეთ ბავშვი ეხლა მე ვარ ბოხუას 5 ნომერში ვარ დიდუბის მუნიციპალიტეტს აბარია ეს მოედანი და მადლობელი ვარ მათი რომ ესე მოედანზე მაქვს ვარჯიშების ჩატარების უფლება ყველა გუნდს ქვია დიდუბე დიახ, მაგრამ რაღაცნაირად იმისთვის მივისწრაფი, რომ რაღაცა ჩემი გავაკეთო, ესე ვთქვათ, ხო, სპონსორი თუ გამომიჩნდება სამომავლოდ, როდესმე და რაღაც სტადიონის საშუალება მექნება, რაღაც ჩემი კლუბის ანუ ესე მალან ბოის მიწერია ახლა Facebook-ზე, რა ცოტა რაღაც, მაგრამ საკმაოდ გვერდი ძალიან აქტიური მყავს, 1-10,000 გამომწერი ყავს უკვე საფეხბურთო კლუბს, ესე ვთქვათ. ეს კარგი მონაცემებია და სამომავლო გეგმებში რაღაც მინდა რომ ამ სახელით სადმე თუ მოედანი გამოჩნდება, რამე ამით გავაგზავნო, იმიტომ რომ რაღაცა რაოდენობა უკვე ხალხის არის, ვინც იცის უკვე ამ ბავშვების შესახებ სიმღერას, არის სახიობური ხობის და ეს ბავშვებმა ხომ იციან რომ კარგად კი და სხვათა კარგად რამდენად ღერი არ ვიცი იქ ბავშვებმა ფეხბურთელებმა ხომ იციან რომ კი ყველა მშობლებმა აბსოლუტურად ყველა მიციან ზოგადად ძალიან რთული ახლა წარმოგიდგენ ორ რაღაცას ისეთ რაღაცას ვაბალანსებ სადაც ესე ვთქვათ ცეკვა თამაში და ფეხბურთი ცოტა რთული არის რა როგორ მიაწოდებ ამ ყველაფერს და სხვათა შორის ახლა ბოლო პერიოდია ის ვისწავლეთ DJ-ის აპარატურაზე დაკვრა ესე ვთქვა და რაღაც ჩემი ივენთებსაც ვაკეთებ რა და ცოტა ის მაქვს არაპროგნოზირებადი მესმის ესე იგი თავისუფალი დრო საერთოდ არ აქვს ფაქტიურად გადატვირთულია და დაოჯახებულის არ არის არცალია პირადი ცხოვრებისთვის ალბათ სავარაუდოდ და სახშიც ვერ ხედავ ხოლმე ვერ ხედავ ხო სულ თამაში სულ სიმღერა მესიჯებით ნუ გასაგებია ახლა პირად ცხოვრებაზე ხო ეს მისი საქმეა ხო ეს მაგარი გოლი ეს მე სპეციალურად ამოვარჩიე შეიძლება ეს კიდევ გავიმეოროთ ეს არის ფანტასტიკური გოლი მასტერ ლიგაზე აი ეს ბოლო მომენტი თუ არის საშუალება ეს იყო ფანტასტიკური გოლი ძალიან ტექნიკური ძალიან მაგარი საუკეთესო გოლზე უნდა ეღიარებინათ მაგრამ არ არის ეგ ნომინაცია მასტერ ნომინაცია არ არის იმიტომ რომ ყველა ჩაგერიშხებოდა 100,000 დოლარი ხო ჩაუზდებოდი ძალიან მაგარი გოლი იყო ის ვინც ნახა აუღრეთ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა
თან ძალიან ლამაზად, ჭკვიანურად, ლამაზად, ოსტატურად. ფილიგრანული ტექნიკა, აი ძალიან ლამაზია, ვითომ მარტივია, მაგრამ ძალიან ჭკვიანურადაა და დიდი მადლობა ტექნიკურ პერსონალზე გადაცემის პროდიუსერს, რომ გაიმეორეს ეს მომენტი. მე ძალიან ვისიამოვნე სიმართლე რომ გითხრათ სოსო. ახლა ეს ასეთ ახლა არ მინდა დიდი შედარებები გავაკეთო, მაგრამ ეს ძალიან ელასტიური მომენტი იყო. ახლა არ დავასახელოთ გვარები, ვინ აკეთებდა ასეთ რამეებს. დიდი მადლობა სოსო. ესე იგი თქვენ ათავსებთ ცნელობას ვეტერანთა ფეხბურთელების თამაშობთ გუნდებში თუ რაღაცა არის თუ უკვე აი დავდივარ ხოლმე დინამოს არა აკადემიას დავდივარ ხოლმე აი მიშა ჯიშკარიანი მიშა ჯიშკარიანი საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი იყო 92 წელს სოსო მამიკოსთან ერთად თამაშობდა სოხუმის ხუმში და მერე თამაშობდა კიევის დინამოში ჩემპიონთა ლიგაში ითამაშა PSG-სთან და ბავარიასთან ფეთქებადი იყო ძალიან ის ემოციური, ძალიან მაგრამ თბილისის დინამოში პირველი ფეხბურთელი, ვინც ჩემპიონთა ლიგის თამაშობდა. თბილისის დინამოში თამაშობდა, გაგრის დინამოდან, სოხუმის დინამო, სოხუმის ხუმი, თბილისის დინამო მანამდე ნაკრები, მე კიევის დინამო 94 წელს, 94 წელს. მე იქ მოვიდა კონფლიქტი საბოსთან, იოჟეფ საბოსთან, ცოტა რაღაცა ფეთქებადი ხასიათი აქვს. მაგრამ ძალიან კეთილი და ძალიან მაგარი ფეხბურთელებს ფეთქებადი ხასიათი. კი. მაგარ მომღერლებს კი. ახლა უნდა გაამართლოს თავისი ის. ერთად ვართ ახლა აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციაში. მიშა ჯიშკარიანი, კი, ვიცი. ერთად ვართ ვიცე-პრეზიდენტი აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის. ფაქტიურად არ მინდა გამომრჩეს და ჩვენი წინამორბენი ვინც იყო ბატონი მურად ანჯაფარიძე მაგის შვენიერი პიროვნება წარმატებული კაცი მაგან აღორძინა ეს ყველაფერი მაგან დატოვა ეს კვალი დიახ ბევრი შრომატევადი საქმე ვეტერანი ფეხბურთელი და მე და მიშა რომ მოვედით 2018 წელს ჯიშკარიანი დიახ ჯიშკარიანი ერთად ვართ იქიდან და საერთოდ ბავშვობიდან და მეგობრობდა ძმაკაცობთ საერთოდ ფეხბურთის ფედერაციაში რომ მოვედით, ხო? აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციაში რომ მოვედით, ყავდა 34 გუნდი. სხვადასხვა ქალაქებში და რეგიონალურ თბილისის მასშტაბით. პირველ რიგში თბილისის მასშტაბი, კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი. 34 გუნდი მონაწილეობდა იმ ტურნირებში, რომლის ორგანიზატორი თქვენ იყავით. ორგანიზატორი, რომელიც ჩვენ ვიყავით, დღეს მინდა რეკორდული ციფრი დავასახელო 260 გუნდამდე გვყავს აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციას ორგანიზებულ ტურნირებში 260 გუნდი დიდი გუნდებზეა საუბარი დაწყებული 19 წლიდან დამთავრებული პატარა ასაკამდე ეს ასაკობრივი თქვენ ატარებთ გურამ გაბისკირიას სახელობის ტურნირებს არ მინდა გამომრჩეს ჩვენთან მუშაობს უდიდესი ადამიანი ამ საქმის პროფესიონალი მამუკა ელიკაშვილი ლევან მიქელაძე, რომლებიც 24 საათი არიან ამ საქმით დაკავებული, მაგათი დამსახურება ძირითადად ამ გუნდების შეკრება, ტურნირების ჩატარება, მსაჯების დანიშვნა, მოედების ორგანიზაციული საკითხები და თქვენ რაც ბრძანეთ, ყოველწლიურად ტარდება ყოფილი ფეხბურთელის, ყოფილი მსაჯის, ყოფილი პირველი სოხუმის ხუმის პრეზიდენტი და ქალაქ სოხუმის მერის საქართველოს ეროვნული გმირის ბატონ გურამ გაბისკირიას ტურნირი სახელობის აქ უკვე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით და ქართული ფეხბურთის ფონდის განვითარების სრული დაფინანსებით კეთდება ყოველწლიურად ეს ტურნირი და როქონდეს მეტი საშუალება და მეტი საერთაშორისო ხასიათს მივცემდით ამ ყველაფერს რა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გურამ გაბისკირია იყო წარმატებული ფეხბურთელი 60-იან, 70-იან წლების დასაწყისში. მე მახსოვს მისი თამაში, პატარა ვიყავი. ის ზარბაზანივით რომ ისეთი დარტყმა ჰქონდა, ის ძალიან ძლიერი დარტყმა ჰქონდა, ხო, სოსო ჩემზე უმცროსია, მაგრამ მე კარგად მახსოვს მის თამაში. მე იყო წარმატებული მსაჯი. მე იყო კარგი მენეჯერი, ქარხნის დირექტორი, მე იყო სოხუმის დინამოში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, როცა გადავიდნენ მეორე ლიგის გამარჯვებული გახდნენ. მე სოხუმის დინამოს ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი, მე 92-13 წლებში სოხუმის მერი 92 წლის შემოდგომიდან. და საქართველოს ეროვნული გმირი, რომელიც 93 წლის 27 სექტემბერს
ყოველგვარი გარჩევის და მის გარეშე ჟიული შარტავასთან და აფხაზეთის ქართული მთავრობის წევრებთან ერთად დახვრიტეს. გამოიცნეს მისი ფოტო 2005-ში ოჯახის წევრებმა და 2017-ში მოხერხდა მისი გადმოსვენება ნეშტი ადამ არშანიას დამსახურებაც არის აქ ძალიან დიდი დეპუტატის და 2017-ში მიანიჭეს მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება უდიდესი პიროვნება წარმატებული ფეხბურთელიც იყო, წარმატებული მსაჯი და ახლა შეიძლება სოსომ იცის, შეიძლება არ იცის, მაგრამ ტელემაყურებლებს ვეთქვი. ყოველთვის წონა ქონდა ზედმეტი და ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ 76 წლის დეკემბერში, როცა უკვე დაწყებული ქონდა მსაჯობა, მან შემთხვევით კი არ გავხდა ის ვაჟკაცი ის გმირი და ის ფრაზა ნიკადავშიზნის სოხუმის შტორმის დროს რომ თქვა, რომ არ დაუჩოქა მტერს. მან მიიღო ჭრილობა გადაეფარა ახალგაზრდა ბიჭს სოხუმში ოჯახთან ერთად იყვნენ რესტორანში გაიგო რომ ჩხუბი იყო და მივიდა იმისათვის რომ მოეგვარებინა მშვიდობიანად მაგრამ ვერ გააჩერეს ეს ერთ-ერთი ახალგაზრდა და დანა მოიღო და მეორეს დანით კლავდა ფაქტურად და გურამი გადაეფარა და მიიღო თავის თავზე ეს დარტყმა 3 საათიანი თუ რამდენი საათიანი ოპერაცია გაუკეთეს, გადარჩა, მაგრამ მე არ შეიძლებოდა დიდი დატვირთები, ისეთი ჭრილობები ქონდა გურამ გაბისკირიას. გადარჩინა სხვა ადამიანი, თავის თავზე მიიღო ეს დარტყმა და მე სულ გვერდითი საჯი იყო, იმიტომ რომ თავარ არბიტს მეტი დატვირთვა აქვს, ხო, მოედანზე მეტი სირბილი, მეტი შედარება არ არის, ხო, მეტი ხედვა უნდა. ხედვა და მე დატვირთვა რბენა მეტი და ახლა გვერდითი საჯი, მაინც გვერდითი საჯია ხაზზე არის და ეს შემთხვევითი არ იყო მისი გმირობა, ბავშვობიდან იყო ასეთი ვაჟკაცი კაცი, პრინციპული, გამბედავი და მადლობა თქვენ სოსო, მადლობა მიშა ჯიშკარიანს, რომ ფედერაციას აფხაზეთის, რომელიც თქვენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხარდაჭერით რამდენიმე წელია ატარებთ გურამ გაბესკირიას სახელობის თვითონ მითხრა გაბესკირია ვარო მე გაბე ზოგჯერ იწერება გაბი მაგრამ თვითონ პასპორტით საფუთით გაბესკირიას სახელობის ტურნირი დიდი მადლობა რომ ახლა თქვენ მიაქციეთ ყურადღება სოსო უმცროს ვეუბნები ახლა რა ოსტატურად წაგართვათ ნიშა თქვენ რომ საუბრობდით ოსტატურად აიღო ინიციატივა ხელში და იცოდა რომ მე მაინც გადავდიოდი ის კოორდინაცია მოხდა ძალიან საინტერესო იყო ძალიან საინტერესო და ჩვენი ოცნება არის ასაგრილია ახლა თქვენ რომ თქვით სოსო მე მინდა ვთქვი ჩემი გუნდი ყავდესო და შეიძლება ის სახელი დავარქოთ ეს თქვენი ნება მაგრამ მე დავუშვათ და სოსოს არ ვიცი ახლა აფხაზეთის სახელს რაღაცა სოხუმი დრანდა გულინში რაღაცა ისეთი რომელიც აფხაზეთთან მაგაზე მიფიქრია სხვათა მაგრამ ძალიან ბევრი ის უნდა რაღაც ნებართვა როგორც ვიცი და თან დაგეხმარებით არა მე ბოდიში თიცი რატო მე მგონია შემთხვევები ვიღაცემ აიღეს ესე და გააკეთეს გუნდები და დაუკითხავთ თან ვიღაცებს ეკუთვნოდა კლუბი და ძალიან დიდი რაღაც ხო ნებართვები და პროცედურები უნდა ეს უფრო მარტივი არის ასე ვთქვათ და მაგრამ მე შეიძლება მე გადარქმევას არის მოედანი მომიძებნა და სახელს რომელსაც მე პირობები ხო მოედანი პირობების სიტუაცია მხარდაჭერა ეკიპირება ხო სპონსორი ხო დიდი მადლობა ძირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო ჩვენი გადაცემის დრო ფაქტიურად ამოიწურა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ დღეს 2027 წლის 26 წლის 27 იანვარს ჩვენი გადაცემის სტუმრები იყვნენ სოსო მალანია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და ვეტერანი ფეხბურთელი და მისი შვილი სოსო მალანია უმცროსი ფეხბურთელი მოქმედი მწნელი შემოქმედი კაცი ეს იყო ჯამლეთ ხოხაშვილის სახელობის საავტორო სპორტული ტელეგადაცემა რომლის წამყვანი ვარ მე სოხუმელი ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია დიდი მადლობა კარგად ზანდებოდეთ აბაულა